პოდკასტში. მოგესალმებით, კომერსანტის პირდაპირ ეთერშია გადაცემა პროფესიონალები. მე მისი წამყვანი ირაკლი მაკალათია ვარ. დღეს ვისაუბრებთ საქართველოში ტურიზმის მდგომარეობაზე, ტურიზმის სტატისტიკაზე, რა მოლოდინები გვაქვს, როგორ ჩაიარა 2024 წელმა, რას უნდა ველოდეთ 2025 წელს და რა ძირითადი ტენდენციები შეინიშნება სექტორში. ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენთან გადაცემაში სტუმრად გახლავთ თათია მამრიკიშვილი, გალთით აკარტის კვლევის დეპარტამენტის სექტორის უფროსი. პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და მობრძანებისთვის. მოკეთ დავიწყოთ ჩვენ თემაზე საუბარი, სანამ უშუალოდ მიმდინარე პროცესებს ასე ვთქვათ განვიხილავდეთ. საინტერესოა განვლილი 2024 წელი, რომ შევაჯამოთ. ეკონომიკური პარამეტრებით თქვა რაღაც მაღალი ეკონომიკური ზრდა ქონდა, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები თითქოს რაღაც შეიძლება ითქვას, რომ პოზიტიური მაჩვენებლები იყო. თუმცა ამ ხრივ როგორ შეიძლება შევაფასოთ ტურიზმის სექტორი 2024 წლის ეს ტურიზმის ძირითადი მაჩვენებლები რა ტენდენციას გვიჩვენებს? ბატონო, მოგესალმებით ირაკლი, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელს და მადლობას გიხდით პირველ რიგში მოწვევისთვის. 2024 წელი რომ შევაჯამოთ, ალბათ პირველ რიგში ვისაუბრებ რიცხვებით საერთაშორისო ვიზიტორების და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ჭრილში. ჯამურად 2024 წელს ქვეყანაში შემოვიდა 6.5 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი. ეს რიცხვი მოიცავს როგორც ერთდღიან ვიზიტებს, ისე ტურისტების რაოდენობას. თუმცა ალბათ უფრო საინტერესო იქნება ტურისტების ნაწილზე უფრო გავამახვილოთ ყურადღება და ამ თვალსაზრისით ჯამურად 5.1 მილიონი საერთაშორისო ტურისტი შემოვიდა 2024 წელს ქვეყანაში, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 9%-იანი ზრდა არის. პრინციპში 2024 წელი იყო პირველი, როდესაც ტურისტების რაოდენობა სრულად აღდგა და დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს. ჩვენ მაინც დღევანდელი ანალიზით მაინც ჯობს ჯერ კიდე შევედაროთ 2019 წლის პარამეტრებს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ პანდემიის მერე რაღაცა გამოწვევების კასკადი დაატყდა თავს ამ სექტორს და 2024 წელი იყო, როცა აღდგა ეს რიცხვი და დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს. თუმცა გლობალური კონტექსტიდან ამოვარდნილი არ ვართ, ჯამურად გლობალურადაც 2024 წელს აღდგა ტურისტების რაოდენობა ჯამურად და რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, ქვეყანამ დაახლოებით 4.4 მილიარდი დოლარის შემოსავლები მიიღო ტურიზმიდან 2024 წელს, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 7%-იანი ზრდა არის და აქ აღდგენის თვალსაზრისით, ანუ ყველაზე კარგი აღდგენის დინამიკა შემოსავლების ნაწილში იყო. ჯერ კიდევ 2022 წლიდან დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რაც ბევრმა სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ინფლაციამ, გაცვლითი კურსის ეფექტმა, მიგრანტების ეფექტმა, მათ შორის ტურისტების უფრო სწრაფმა ვიდრე ერთდღიანი ვიზიტორების აღდგენამ და ასე შემდეგ და ჯამურად მოკლედ 2024 წელს 4.4 მილიარდის შემოსავალი მიიღო ქვეყანამ. ასეთი იყო 2024 წლის ჯამში შეჯამება, ერთდღიან ვიზიტორებზეც 1-2 სიტყვით რომ ვთქვათ, აქ მნიშვნელოვნად ჩამორჩება პანდემიამდელ მაჩვენებელს, თუმცა აქ დიდწილად აზერბაიჯანის ფაქტორია, მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი ჯერ კიდევ ინარჩუნებს დახურულ სახმელეთო საზღვრებს ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან, მათ შორის საქართველოსთან და აზერბაიჯანის წილი ჩვენ საერთაშორისო ვიზიტორებში იყო საკმაოდ მსხვილი ისტორიულად და ეს ახდენს გავლენას დიდწილად. კეთილი. ხო, აი 2019 წელს რო ვადარებთ, ერთის აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 2019 წელს ქონდა სარეკორდო მაჩვენებლები ტურიზმის შემოსვლის თუ ასე ვთქვათ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების და იმასთან შედარება სტატისტიკურად არ გაუმართლა ამ პერიოდს, ვთქვათ, ტურიზმ სექტორს, რომ 2019-თან გვიწევს ყველაზე ასე ვთქვათ, მაღალ მაჩვენებებთან შედარება. და აი ამ პერიოდში შეიძლება უკვე ვთქვათ, რომ ამ ტენდენციას მივყვებით, რომ 2019 წლის მაჩვენებებს ვაჭარბებთ და შეგვიძლია აღდგენის პროცესი, ასე ვთქვათ, წარმატებით ჩაითვალოს, რომ უკვე ეს პროცესი დინამიკაში მიდის. კი, ანუ 2024 წელს დაუბრუნდა მაჩვენებელს და 2025 წელს უკვე გადაჭარბების მოლოდინიც გვაქვს. ხო, აი 2025 წლის უკვე მიმდინარე წლის, ასე ვთქვათ, მოლოდინებით რომ ასე ვთქვათ განსაზღვროთ, რა მოლოდინები გვაქვს, კი, თქვენ ახსენეთ და უფრო კონკრეტულად რომ ჩავყვეთ, რა მოლოდინები გვაქვს, განსაკუთრებით აქ საინტერესო ზაფხულის პერიოდი, როცა განსაკუთრებით ელოდებიან მეტ ტურიზმ
ტურისტის შემოსვლას ქვეყანაში. ამ ხრივ რა პროცესებს უნდა ველოდოთ? ზოგადად ზაფხულის ჭრილშიც და წლიურ ჭრილშიც ჩვენი მოლოდინები არის რომ წელს ტურისტების რაოდენობა გადააჭარბებს წინაზეც მაჩვენებელს და ჯამურად ველოდებით 5.3 მილიონი საერთაშორისო ტურისტის შემოსვლას ქვეყანაში და შეიძლება თქვენს მსმენელს გაუჩნდეს კითხვა რომ მიმდინარე პროცესების ფონზე როგორ შეიძლება ზრდას ველოდებოდეთ და აქ არგუმენტი ალბათ ის მექნება რომ 2024 წელს საერთაშორისო ტურისტების აღდგენა ძირითადად ახალი ბაზრებიდან ნაკადების ზრდამ განაპირობა და ეს ძირითადად იყო აზიური ბაზრები, შორეული აზიიდან ჩინეთი, ინდოეთი, ახლო აღმოსავლეთიდან თქვათ ისრაელი, საუდი და ასე შემდეგ, ცენტრალური აზიიდან, ყაზახეთიდან საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა ტურისტების რაოდენობა და მინდა აღვნიშნო, რომ ეს გეოგრაფიის ან ტურისტების გეოგრაფიის ცვლილება საბოლოო ჯამში და უფრო აზიელი ტურისტის წილის ზრდა განაპირობებს იმას, რომ ცოტა უფრო რისკ-ტოლერანტულია ზოგადად აზიელი ტურისტი, ვიდრე დასავლელი ტურისტი და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო თვეების დინამიკაში, რომ მიმდინარე პროცესების ფონზეც მაინც მაღალი ზრდები დაფიქსირდა აზიური ბაზრებიდან და ზოგადად აი ისტორიულად სხვა ქვეყნების ჭრილშიც რო შეხედოთ და ანუ უფრო სწრაფად ხდება ხოლმე აღდგენა რაღაც მსგავსი არასტაბილურობის შემდეგ აზიელი ტურისტის ვიზიტების, ვიდრე თქვა დასავლელი ევროპელი თუ ამერიკელი ტურისტის. ამიტომ ამის ფონზე გვაქვს შედარებით პოზიტიური მოლოდინები. ხო, ანუ აზიიდან როგორც ჩანს, უფრო სენსიტიურად არ არიან განწყობილი, თქვა რა პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში. ზოგადად რისკებს როგორ აფასებთ რამდენად აფასებთ? სუბიექტურადაც ჩვენც რომ ვიმსჯელოთ რომ სადმე გეგმავთ წასვლას, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების და სტაბილურობის განცდა ყველაზე მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, თუმცა როცა დასავლელ ტურისტს ვადარებთ, თქვა უფრო რისკ-ტოლერანტურად შეიძლება ჩაითვალოს აზიელი ტურისტი ისტორიულად, ვიდრე დასავლელი ტურისტი და ამიტომ ეგ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს 2025-ში. აი გასულ წლებში ჩინეთთან უიზო მიმოსვლა, როგორც კი დაანონს და ასე ვთქვათ, ბევრი პოზიტიურთან ერთად ბევრი ნეგატივიც იყო წამოსული, ბევრი ასე ვთქვათ მიმართულებით, ახლა ამას არ ჩავყვებით, მაგრამ აი ამ პროცესებმა რამდენად იქონია, თქვათ, იგივე ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების გაზრდამ და რა შედეგებზე გავედით? თქვენ გულისხმობთ ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდამ, როგორ იქონია გავლენა საქართველოში ტურიზმის? და რამდენად გაიზარდა ჩინეთიდან, თქვათ, ტურისტების შემოსვლის მაჩვენებელი? კი ბატონო, ანუ აი ტურისტების გეოგრაფია ცოტა უფრო შორიდან მოყვები, რომ ჩავშალოთ, მოგეხსენებათ ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან იყვნენ, ვისაც ლომის წილი ეჭირა ჩვენს ტურისტების განაწილებაში. და შემდეგ ევროკავშირი არის ყველაზე მსხვილი ბაზარი. მეზობლებიდან დაახლოებით 2019 წელს რო შევედაროთ, ისე 12%-იანი შემცირება არის და აქ მხოლოდ აზერბაიჯანის ფაქტორი არ არის, ანუ სომხეთიდანაც შემცირებულია, რუსეთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წყარო იყო, დაახლოებით 3%-იანი ზრდა არის, ანუ მცირედი ზრდა არის. აი ევროკავშირს რო შევხედოთ, დაახლოებით აქაც 11%-იანი ჩამორჩენა 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობა ევროკავშირიდან ტურისტების ნაკადებზე ახდენს გავლენას. აი უკვე შემდეგ ისრაელი არის ყველაზე მსხვილი ბაზარი და აქ დაახლოებით 40%-იანი ზრდა არის 2019 წელთან შედარებით და ეს სასიხარულო ფაქტია, იმიტომ რომ მათი ინტერესი თანაბრად ნაწილდება როგორც თბილისზე, ისე ბათუმზე და მაღალმთიან რეგიონებზე. აი მერე მოდის უკვე ჩინეთი და ინდოეთი ჯამურად გაორმაგებულია აქედან ტურისტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით და ზუსტად რაც თქვენ ახსენეთ, სავიზო რეჟიმის გაუქმების და ზოგადად ვიზა ლიბერალიზაციის დამსახურება ეს ბოლო პერიოდში და პირდაპირ ავიამიმოსვლის ასევე და ჯამურად გაორმაგებულია აქედან ტურისტების რაოდენობა და სხვა ქვეყნებიდანაც პრინციპში 11%-იანი ზრდა, ძირითადად აზიური ბაზრებიდან იქნება ეს საუდი, იორდანია, სირია, ყირგიზეთი და ასე შემდეგ. მეორე კითხვაც გქონდა. ხო, ესიც მაინტერესებს კიდე ხარჯით ნაწილზე. ვთქვათ, მოკე ტენდენცია გვაქვს ესეთი, როგორც გავიგე, ანუ ევროპიდან მცირდება, აზიიდან იზრდება, რაც აკომპენსირებს ამ ტურისტულ ნაკადს. აი ხარჯი შემოსავლების ნაწილში ეგ როგორ გადაითარგმნება და აი ერთ ტურისტზე საშუალოდ ხარჯით უნარიანობაზე, რომელი ასე ვთქვათ, რეგიონი ლიდერობს, ასე ვთქვათ, თუ რამდენად ჩამორჩება ევროპელი ტურისტი, აზიელი ტურისტი. ზოგადად გლობალურად ევროპელი ტურისტი არის ყველაზე მაღალბიუჯეტური და სტაბილური ტურისტი, თუმცა ჩვენთან ამ ეტაპზე ვინც ჩამოდის, შეიძლება უფრო ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე გლობალურად ევროპელი ტურისტები. იგივე არის, თქვა, ჩინეთის შემთხვევაშიც და ინდოეთის შემთხვევაშიც. მოგეხსენებათ, მსხვილი ბაზრებია და შესაბამისად ყველა ტიპის სეგმენტი ჩვენთვის საინტერესოა და მსხვილი არის, მაგრამ აი ჩვენ რასაც უყურებთ ჯამურად ინდიკატორებში, ძირითადად უფრო მაინც აი სასტუმროების ნაწილში
ნაწილშიც შედარებით საშუალო კლასის და დაბალ ბიუჯეტური სასტუმროებზე უფრო არის ეს ჩინეთიდან და ინდოეთიდან ტურისტების ზრდის გავლენა მკვეთრი და გამოკვეთილი. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ჯერჯერობით მაგალითად ჩინელი ტურისტები შემოდიან ქვეყანაში დაახლოებით ნახევარს ხარჯავენ იმისას, რასაც საერთაშორისოდ. ანუ უფრო მაინც საშუალო და დაბალ ბიუჯეტური სეგმენტია ამ ეტაპზე, ვინც შემოდის ქვეყანაში, თუმცა არის პოტენციალი უფრო მსხვილი, ანუ გულისხმობ მაღალ ბიუჯეტური სეგმენტის შემოყვანისას, იმიტომ რომ გლობალურად ჩინეთი მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხარჯველი ტურისტია დღეს. კი ბატონო, დაი. სერვისებთან დაკავშირებით როგორი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება აქვს, აი რამდენად ვთქვათ, მაღალი მოთხოვნები აქვს აზიიდან შემოსულ ტურისტს, ვიდრე ვთქვათ, ევროპიდან შემოსულ ტურისტს. შეიძლება რიტორიკული კითხვა გამომდის, მაგრამ მაინც შემოსავლიდან გამომდინარე. ამაზე ბევრი მსჯელობა მიდის ხოლმე ზოგადად ძალიან სპეციფიური ბაზარია ჩინეთი და ინდოეთი, ანუ თავისი მოთხოვნებია ტყვეების მხრივ, განთავსების მხრივ და ასე შემდეგ და შემდეგ, თუმცა აი ზოგადად დასავლელი ტურისტი გაცილებით უფრო სერვისის ნაწილში და ხარისხის ნაწილში უფრო შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომთხოვნი არის ვიდრე ვთქვათ ჩინეთი და ინდოეთის ზოგადად აღმოსავლეთის ტურისტი. ბევრი ფაქტორი არის აზიაში ალბათ ახლა აღმოსავლეთ ცალკე უნდა გამოვყოთ ასე შემდეგ, მაგრამ უფრო სპეციფიურები არიან ჩინელები და ინდოელები და მაინც უფრო ვიტყოდი, რომ დასავლელი ტურისტი სერვისის ხარისხის თვალსაზრისით მეტად მომთხოვნი არის ვიდრე აღმოსავლეთიდან. კეთილი. ჩვენს ეთერში მცირე რეკლამის დრო არის, გავდივართ რეკლამაზე, მცირე სარეკლამო ჭრის შემდეგ კვლავ დავბრუნდებით სტუდიაში და გავაგრძელებთ თემაზე საუბარს. პროფესიონალები კომერსანტის ეთერში. რეკლამა რადიო კომერსანტზე. სპეციალური შეთავაზება Toyota ცენტრი თბილისისგან. შეცვალეთ ძრავის ორიგინალი ზეთი და ფილტრის სპეციალურ ფასად. Toyota CHR და Toyota Prius 150 ვარი. მომსახურებაზე წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2511. Toyota ცენტრი თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი 116. სილკპოსტი სახმელეთო ამანათების საქართველოში. გამოიწერეთ ამანათები ჩვენთან და ისარგებლეთ სწრაფი სერვისითა და ბიუჯეტური ფასებით. დარეგისტრირდით. ჩვენი ვებგვერდის მისამართია: www.silkpost.g. ქართული ჩირის მწარმოებელი კომპანია ჩიკორი უკვე 10 წელია გთავაზობთ ჩირის ფართო ასორტიმენტს. ჩიკორის პროდუქცია იწარმოება ადგილობრივად, ქართული მზიანი ხილისგან, არ შეიცავს დამატებულ შაქარსა და გლიცერინს. ჩიკორის პროდუქციის შესაძენად ეწვიეთ სხვადასხვა ქსელურ სუპერმარკეტს. ჩირისა და თხილეულის ასაწონი, საოჯახო შეფუთვების გამოწერა კი შესაძლებელია ონლაინ ვებგვერდიდან ჩიკორი.g. ჩიკორი, ჯანსაღი ხემსი ქართული ხილის ბაღებიდან. კომპანია Sun Motors-ი გთავაზობთ იდეალურ არჩევანს თქვენი ავტომობილებისთვის. უმაღლესი ხარისხის ევროპულ აკუმულატორებს და საავტომობილო ზეთებს, საცალო და საბითუმო ფასებში. შეიძინეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ყინვაგამძლე ზუბრი და პოლონური ბრენდი ზაპი. სასიამოვნო სიახლე Sun Motors-ში. შეუკვეთეთ სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველი პროდუქცია და ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით. მისამართები: წერეთლის 73A. ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. შეშელიძის 30 გლდანში და აღმაშენებლის ხეივანი ნომერი 46. ტელეფონი 0322 43 25 25. კომპანია Sun Motors-ი. ხარისხის 26 წელი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ენერგოეფექტურობა მომავლის არჩევანი დღეს. გაიგე როგორ შეიძლება მცირე ცვლილებებმა დიდი გავლენა მოახდინოს გარემოსა და შენს ხარჯებზე. ყოველ ორშაბათს 9 საათსა და 45 წუთზე რადიო კომერსანტის ეთერში. რუბრიკა ხორციელდება ევროკავშირისა და KfW-ს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში. პროფესიონალები რადიო კომერსანტის ეთერში. ჩვენ კვლავ დავბრუნდით სტუდიაში, ჩვენთან სტუმრად გახლავთ თათია მამრიკეშვილი, გალთინთა ქართლის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი. ვაგრძელებთ თემაზე საუბარს და ტურისტების ასე ვთქვათ შემოსვლის ნაკადზე ვისაუბრეთ, მიწოდების სერვისებზე. აქ მნიშვნელოვანია კიდევ რაც
ეთერამდეც ვისაუბრეთ სასტუმროების მიწოდების ასე ვთქვათ კუთხით, რა მდგომარეობა გვაქვს, თუნდაც იგივე რეგიონების მიხედვით. საინტერესო კიდევ ერთი რომ იგივე ვთქვათ იანვარში უძრავი ქონების ბაზარზე ჭაბი მიწოდების გამო ფასების კლება არის დაფიქსირებული და აი სასტუმროების მიმართულებით რა მდგომარეობა გვაქვს დღეს და რას უნდა ველოდოთ. კი ბატონო, მოგახსენებთ, ისევ 2019-24 წლების ჭრილში რომ ვიმსჯელოთ, რადგან 2024 წელი პრაქტიკულად მოთხოვნის თვალსაზრისით გაუტოლდა 2019 წლის მეჩვენებელს. ამავე პერიოდში სასტუმროთა ხების მიწოდება დაახლოებით 1.6 ჯერ არის გაზრდილი, როგორც თბილისში, ისე ბათუმში და დღეს თბილისში, თბილისსა და ბათუმზე გავაკეთებ აქცენტს, რადგან ორი ყველაზე ესეთი აქტიური ტურისტული წერტილია ქვეყანაში და დღეს თბილისში დაახლოებით 13,000-ზე მეტი ოთახი არის, ბათუმში 7,600-მდე ოთახი არის და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა თბილისში ტურისტული ვიზიტები დაახლოებით 17%-ით ჩამორჩება 2019 წლის მეჩვენებელს და ბათუმში პირიქით აჭარბებს 2019 წლის მეჩვენებელს. საბოლოო ჯამში, მე რაცაც ვისაუბრე ტურისტებში გეოგრაფიის ცვლილება, არათანაბრად აისახა თბილისში და ბათუმში ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე და ეს ძალიან კარგად ჩანს, თუნდაც დატვირთულობის და თუნდაც ფასების ნაწილში თბილისსა და ბათუმში. ორივე განის გაზრდილი მიწოდება აისახა იმაში, რომ სასტუმროს მოუწიათ ფასების შემცირება, დაახლოებით 5-6%-ის ფარგლებში არის შემცირებული წინა წელთან შედარებით თბილისში საშუალო ფასი, ბათუმში დაახლოებით 8%-ით. ფასების ნაწილში მოუწიათ შემცირება, თუმცა აღდგენის დინამიკა რადგან განსხვავდებოდა თბილისსა და ბათუმში, დატვირთულობის კუთხით თბილისში იგივე დატვირთულობაზე გავიდნენ საბოლოო ჯამში, რაც 2023 წელს იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელი არ ყოფილა თბილისისთვის საუკეთესო წელი დატვირთულობის თვალსაზრისით და პანდემიამდელ მაჩვენებელს თუ შეედრება მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც 2023-ის, ისე 2024-ის დატვირთულობა, ამიტომ თბილისში კიდევ უფრო მეტი გამოწვევები იყო, მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილობაც კიდევ უფრო უარყოფითად აისახა სასტუმროებზე, იმიტომ რომ მეოთხე კვარტალში თუნდაც სხვა ტიპის სერვისებიდან მიღებული შემოსავლები F&B იქნებოდა თუ საკონფერენციო სივრცეები შეუმცირდათ სასტუმროებს, ხოლო აი ბათუმში ფასების შემცირების მიუხედავად დატვირთულობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, იმიტომ რომ ის ქვეყნა, ვინც ბათუმში ქმნიან მოთხოვნას ახლო აღმოსავლეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ბელარუსია და ჩინეთი და ინდოეთი, აქედან როგორც ვახსენე, ტურისტული ნაკადების ზრდა საკმაოდ მაღალი იყო და ამიტომ ეს დატვირთულობის მეჩვენებებში კარგად აისახა და საბოლოო ჯამში შემოსავლები ბათუმში გაეზარდათ სასტუმროებს. თბილისში პირიქით, რადგან დატვირთულობა სტაბილური იყო და ფასების შემცირება მოუწიათ, ჯამურად შემოსავლები შეუმცირდათ სასტუმროებს. ამიტომ ეს ცოტა არათანაბარი სურათი გვაქვს დღეს თბილისსა და ბათუმში. ხო, ანუ აი ფასების შემცირებაზე, ანუ თავარი აქცენტი მაინც ამაზე კეთდება, ძირითადი მიზეზი არის ის, რომ მიწოდება გაიზარდა უფრო მეტი სასტუმრო გაჩნდა, თუ შეიძლება ისიც დაემატოს, რომ უფრო დაბამხარჯვიანი ტურისტი შემოვიდა. ანუ რამდენად შეიძლება? რა თქმა უნდა, ყველაფერი მოქმედებს აქ ალბათ, მაგრამ ყველაზე მეტად ერთი ის არის, რომ მიწოდება ძალიან სწრაფად გაიზარდა მაშინ, როცა ტურისტული ნაკადები ვერ მიჰყვა ამ მიწოდების ზრდას და კიდე ერთი მნიშვნელოვანი ის არის, რომ საერთაშორისო ბრენდული სასტუმროები გაიზარდა მნიშვნელოვნად თბილისში. ჯამური ზრდა ძირითადად საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების ზრდის ხარჯზე მოხდა და ეს კიდე დამატებით წნეხად დააწვათ არაბრენდულ სასტუმროებს და საბოლოო ჯამში ფასებზეც აისახა და ბოლო პერიოდში მოგეხსენებათ, რომ თბილისში არსებული სასტუმროები ბევრ პესიმისტურ განცხადებებს აკეთებენ, რაც ბუნებრივია იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში ჯერ ერთი რო ტურისტების ნაკადების აღდგენა არ იყო ისეთივე სწრაფი, როგორც ქვეყნის მასშტაბით და მეორე ის, რომ გაიზარდა მიწოდება და მესამე ის, რომ გაიზარდა საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების ხარჯზე, რამაც კიდე დამატებითი წნეხი გახადა არაბრენდულ სასტუმროებზე. ხო, აი აქ საერთი შეკითხვაც გამიჩნდა არის ის, რომ აი არაბრენდული სასტუმროები წესით უფრო დაბალი ფასი და ნაკლები ხარისხი და უფრო მიმზიდველი უნდა იყოს თუ არა იმ თქვათ აზიელი ტურისტებისთვის და უფრო მისაღები და იმდენად გადაეწყოს, რომ ბრენდულ, ასე თქვათ, სასტუმროებს ეს კლიენტი წაართვას, იმიტომ რომ ეს ის პირობები შეესთავაზოს, რაც მისთვის შეიძლება მისაღები იყოს ფასიდან და ხარისხიდან გამომდინარე. თუ აქვთ ეს კონკურენციის პირობები. კიდე ერთხელ მინდა რომ ხაზი გავუსვა, რომ აზიური ბაზრები არ არიან დაბალმხარჯველი ბაზრები, უბრალოდ ის სეგმენტი ჯერჯერობით ვინც ქვეყანაში შემოდის, ნუ რაც რიცხვებიდან ჩანს ყოველ შემთხვევაში, შედარებით უფრო დაბალბიუჯეტური არის ამ ეტაპზე. მაგრამ ტურისტების ნაკადები კი იზრდება სწრაფად, მაგრამ ჯამურად ჯერ ჩინეთიდან და ინდოეთიდან ტურისტების ნაკადები
მიწოდებები არ არის საკმარისი იმდენად, რომ ეს არსებული მიწოდება დააკმაყოფილოს. შესაბამისად, ყველა ფაქტობრივად უწევთ ასე რომ ვთქვათ, იგივე ღვეზელის გაყოფა, რაც 2019 წელს იყო, გაცილებით უფრო მეც სასტუმროს უწევს წელს და ყველა სეგმენტი პრაქტიკულად არის რთულ მდგომარეობაში დღეს და განსაკუთრებით თბილისში. კი ბატონო, და აი თავარ გამოწვევებზე მინდოდა მეკითხა, ტურიზმი თითქმის გამოჩნდას, თქვა, თქვენ რაც ისაუბრეთ, თქვენი საუბრიდან გამომდინარე ანალიზიც გავაკეთეთ, აი თავარი გამოწვევები დღეს რა დგას ტურიზმის სექტორში, რაც თქვა მომდენო პერიოდში მისახედია და გამოსასწორებელი. გარდა იმისა, რომ რაც თქვით, რომ თქვა გაიზარდა ეს მიწოდების ჯაჭვი. კი ბატონო, ალბათ ნუ ეს ბევრჯერი თქვა და მეც არ ვიქნები ორიგინალური, რომ მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ეს სექტორი არის. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ეს მოთხოვნა მიწოდების შორის შექმნილი დისბალანსი, რაც არსებობს და რაც მომავალში პრინციპში დაგეგმილი მიწოდების ზრდის ფონზე, როგორც თბილისში, ისე ბათუმში მოითხოვს კიდევ უფრო სწრაფი ტურისტული ნაკადების ზრდას. ესეც მნიშვნელოვანი გამოწვევა არის და მესამე მნიშვნელოვანს ალბათ დავასახელებდი იმას, რომ ვინც არის ჩვენი სამიზნე ბაზრები დღეს, მგონია რომ ცოტა უფრო მეტად შეიძლება შევისწავლოთ ამ ბაზრების თავისებურებები, იმიტომ რომ ყველა თვალსაზრისით რაღაც შეიძლება გამოიძებნოს ქვეყანაში, რაც შეიძლება მოერგოს მათ ინტერესებს და შეიძლება კიდევ უფრო სწრაფად წავიდეს თუნდაც ეს მოთხოვნა მიწოდების შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვის პროცესი მომდევნო წლებში. პრინციპში ალბათ ეს არის ყველაზე ხო, აი ამ მიმართულებით ახალი ბაზრების, ასე ვთქვათ, ათვისების, იქიდან ტურისტების მოზიდვის, საქართველოს დარეკლამების მიმართულებით რა ქმედით ნაბიჯები კეთდება თუ კეთდება, იმიტომ რომ ტურიზმის სააგენტოდან წლების წინ რაც გვესმოდა პანდემიამდე საკმაოდ დიდი ფული იხარჯებოდა, ნუ რამდენად ეფექტიანი იყო სხვა საკითხია, თუმცა იხარჯებოდა. ამ მიმართულებით დღეს რა გვაქვს, რამდენად, ასე ვთქვათ, ქმედით ნაბიჯები იდგმება? პრინციპში ეს ალბათ უფრო ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან დასასმელი კითხვა არის, მაგრამ მე რასაც ვუყურებ, სტრატეგია იგივეა, მათი ქმედებები როგორც ევროპულ ბაზრებზე, თუნდაც მარკეტინგული აქტივობები, ინფლუენსერების ჩამოყვანის, ანუ საკმაოდ აქტიურად მე როგორც ვუყურებ, აგრძელებენ კომუნიკაციას ევროპულ ბაზრებთან და მათ შორის ახალ სამიზნებასთან, იქნება ახლო აღმოსავლეთი და ჩინეთი და ინდოეთი, თუმცა ალბათ მგონია რომ მარკეტინგულ აქტივობებთან ერთად მნიშვნელოვანი არის ისიც რომ აქ ჩამოსულ ტურისტს შევთავაზოთ ის სერვისი და ის ყველაფერი, რისი ინტერესით აქვს შემომსვლელ ტურისტს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რომ ჩავშალოთ სეგმენტებად ევროპელს სხვა რაღაცა ინტერესებს, ჩინელს და ინდოეთს სხვა რაღაცა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს სხვა და შესაბამისად ალბათ ამ კუთხითაც კიდევ უფრო მეტი ანალიტიკა და ამ თავისებურებების მორგება სექტორზე იქნებოდა მნიშვნელოვანი. აი, ვინ შემოდის შეგვიძლია მაგის ასე ვთქვათ სტატისტიკის დიფერენცირება, რა სერვისებზე ძირითადად მოთხოვნა, რა მიმართულებით შემოდიან, ძირითადი რა ინტერესები აქვს მოკლედ ტურისტებს, რომლებიც შემოდიან და მათი დაყოფა კიდევ თუ შეიძლება ასე ვთქვათ ქვეყნების მიხედვით, რომელთაც განსაკუთრებით რაღაც კონკრეტულ სერვისებზე და მიმართულებებზე აქვს აქცენტი გაკეთებული და მასზე მოთხოვნა. სეგმენტურად თუ შევხედავთ მაგალითად ჩვენ რასაც ვუყურებთ, აი ევროპელი ტურისტი არის ყველაზე მრავალმხრივი ინტერესებით წარმოდგენილი საქართველოში, იმიტომ რომ ერთ ვიზიტზე ყველაზე მეტ რეგიონს ნახულობს ევროპელი ტურისტი, საშუალოდ 6 რეგიონს ნახულობს აქ შემოსული ტურისტი, მაშინ როცა ახლო აღმოსავლეთიდან, ჩინეთის და ინდოეთის შემთხვევაში 3-4 ფარგლებში მერყევს. ანუ დასავლელი ტურისტი ევროპელი იქნება, ამერიკელი იქნება ეს ტურისტი, ანუ ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ადგილობრივი კულტურით, არქიტექტურით, ავთენტური გამოცდილებით, გასტრონომით, ღვინით და ასე შემდეგ. ცოტა განსხვავებული ინტერესები აქვს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის მოქალაქეებს, მაგალითად ისრაელი მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და საინტერესო ბაზარია და ძირითადად ალბათ უფრო აზარტული თამაშებისთვის ჩამოდიან როგორც თბილისში, ისე ბათუმში. აი ახლო აღმოსავლეთიდან კიდე საუდი და გაერთიანებული არაბთა ემირატებს ვუყურებდით როგორც მსხვილ და პოტენციურად მზარდ ბაზრებს და საინტერესო მიმართ
მიმართულებით და ამ კუთხით გამოიკვეთა, რომ ან მათგან განაწილებას რო შევხედოთ თვიურ ჭრილში, ან მათი ნახევარი დაახლოებით ჩამოდის ივლისი-აგვისტოს პერიოდში. შეიძლება ეს არავის არ გაუკვირდეს, იმიტომ რომ ზაფხული ყველაზე ისეთი აქტიური სეზონიანი, მაგრამ ესეთი მკვეთრი განაწილება, რომ ნახევარი ტურისტების ჩამოდის ივლისის-აგვისტოში, არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს და ისინი ძირითადად ინტერესდებიან აი მაღალმთიანი რეგიონებით, ბორჯომის სასტუმროში მაგალითად მაღალია მათი წილი და ასე შემდეგ. ანუ საბოლოო ჯამში ანუ იმ პერიოდში, როცა ძალიან ცხელაა ამ ქვეყნებში, ეძებენ უფრო რაღაცა გრილ გარემოს და ჩამოდიან დასასვენებლად. ცოტა განსხვავდება ჩინეთის და ინდოეთის ინტერესები, უფრო ჯგუფური ტურებით ჩამოდიან და რეგიონს მოინახულებენ ერთიანად. თუმცა აი ამ ბაზრებს აქვს რაღაც განსხვავებული თავისებურებები, რაც შეიძლება ჩვენ სათავისოდ გამოვიყენოთ და მაგალითად ეხა საუდის არაბეთზე გავამახვილე წელს ყურადღება. საუდის არაბეთი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მაის ტურისტული მიმართულება გლობალურად, სადაც ტურისტული ვიზიტების დაახლოებით 8% არის მაის ტურიზმი. ამ განაწილებით ისინი ძალიან გვანან ევროპის ყველაზე მსხვილ მაის ტურისტულ ბაზრებს, როგორიც არის ვთქვათ ნიდერლანდები, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ავსტრია და ასე შემდეგ. ნომინალურად იმათზე პატარა რიცხვი არის, თუმცა დაახლოებით 1.5 მილიონი ტურისტი არის საუბარი, რაც ჩვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს. თან კიდე ერთი მნიშვნელოვანი რაც აქვთ აზიელ ტურისტებს არის, რომ სოციალური მედია მარკეტინგით გაცილებით უფრო მარტივად მოსაზიდი სეგმენტია, ვიდრე ვთქვათ დასავლელი ტურისტი, იმიტომ რომ მაინც ევროპელი ტურისტი ძირითადად ეგრეთ წოდებული word of mouth-ით, ანუ ახლობლების რეკომენდაციებით იღებენ გადაწყვეტილებას სამოგზაურო ჭრილში და ჩინეთს და ინდოეთსაც აქვს კიდე თავისი მახასიათებლები, მაგალითად ბათუმისთვის შეიძლება ჩინეთი განსაკუთრებით საინტერესო იყოს, იმიტომ რომ ჩინეთის მოსახლეობის 80% თავის დანაზოგს დებს უძრავ ქონებაში და ბათუმის ბაზარი მოგეხსენებათ საკმაოდ უძრავ ქონების ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია საინვესტიციო უცხოელების, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად ბათუმის სისტემურ დეველოპერებს როცა გამოვკითხეთ ჯამურად გაყიდვების დაახლოებით 76% არის უცხოელ მოქალაქეებზე, რაც აი თვითონ ქალაქის ჭრილში ჯამურ ბაზარზე რო გავვრცელოთ, სადღაც 60-70%-ის ფარგლებში არის უცხოელ მოქალაქეებზე გაყიდვები. შესაბამისად, ჩინეთისთვისაც უძრავ ქონება საინვესტიციო როგორც საინვესტიციო აქტივი მიმზიდველი არის, შეიძლება ეს ბათუმის ბაზრისთვის საინტერესო იყოს. ასევე ინდოეთის მოქალაქეების დაახლოებით 45% ჩართულია აზარტულ თამაშებში და ესეც ბათუმისთვის კიდე შეიძლება განსაკუთრებით საინტერესო იყოს. აი თბილისი რადგან უფრო ჩვენი ხედვით უფრო მაინც მაის მიმართულება არის, აქ საუდის არაბეთის ზე გააქტიურება მაისის თვალსაზრისით შეიძლება საინტერესო იყოს სასტუმრებისთვის და ასევე ის ფაქტი, რომ ბორჯომი ბაკურიანი სასტუმროებით აქტიურად არიან დაინტერესებული, შეიძლება საშუალებას აძლევდეთ, რომ რაღაც კომბინირებული ტურების შეთავაზებით ან კომბინირებული პაკეტის შეთავაზებით შეიძლება ამ სეგმენტის ზრდის პოტენციალი იყოს თბილისში. მოკლედ, ბევრი თავისებურება აქვს ამ ბაზრებს, რაც შეიძლება გაანალიზდეს და გამოყენებული იქნას სექტორის სათავისით. კი ბატონო, აი რა პოტენციალი გვაქვს რეალურად ქვეყანაში, იმიტომ რომ სულ გესმის, რომ ტურიზმი ასე ვთქვათ მნიშვნელოვანია, ნუ ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, ტურისტული ქვეყანა ვართ, შეგვიძლია ბევრი ასე ვთქვათ მიმართულებით და ბევრი სერვისის მიწოდება და შესთავაზება ტურისტებისთვის და აი ამ მიმართულებით ყველაზე ასე ვთქვათ პოტენციალი რაში დევს დღეს რეალურად ქვეყანაში, ნუ გარდა იმისა, რაც თქვენ ბრძანეთ, იგივე უძრავ ქონებაში ინვესტიციების მიმართულებით თუ სათამაშო ბიზნესის მიმართულებით ჩამოდიან და ვთქვათ ეს არის მათი მიზანი. კიდევ რაზე შეიძლება ვთქვათ აქცენტი გაკეთება, ნუ მარტო თბილისი და ბათუმი არ არის, ხო? სხვა რეგიონებიდან გამომდინარეც რა პოტენციალები გვაქვს, რაც შეიძლება რომ ასე ვთქვათ ეფექტიანად იყოს გამოყენებული და მეტად დაინტერესდეს. თუნდაც იგივე აზიელი ასე ვთქვათ ტურისტები. როცა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე საუბრობთ, ანუ პირველი რაც მომდის თავში არის, რომ პოტენციალი აქვს, იმიტომ რომ განვითარებათა ეკონომიკებში ჩემი აზრით ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია საქართველო. აი მაგალითად ყაზახეთს თავის ტურიზმის განვითარების ეროვნულ სტრატეგიაში ყავს საქართველო მოყოლილი როგორც ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად ტურიზმის განვითარების კუთხით და ნუ მე რა უნდა განავითარონ იქ რომ ტურიზმი ასე განვითარდეს. ანუ პოტენციალი არის ცალსახად ჯერ კიდევ 2019 წელს 5 მილიონი ტურისტი ქვეყნისთვის, რომელიც მის მოსახლეობას მნიშვნელოვნად აღემატება, ძალიან წარმატებული
წარმატებული შედეგი არის ჩემი აზრით. თუმცა აი ამ პოტენციალზე და კონკრეტულ უპირატესობებზე როცა ვლაპარაკობთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია ჩემი აზრით სამიზნე სეგმენტი, ვინც არის იმ ბაზრების თავისებურებების განსაზღვრა, იმიტომ რომ სადღაც არის პოტენციალი მაის ტურიზმის განვითარების, სადღაც არის პოტენციალი გასტრონომიის, ღვინის და ასე შემდეგ წინაპლანზე წამოწევის, სადღაც არის პოტენციალი უძრავი ქონების წამოწევის და ასე შემდეგ. ანუ ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ამ თავისებურებების, ყველა სამიზნე სეგმენტის თავისებურებების მორგება საქართველოს ბაზარს. ხო, აი ჩვენ ყველაზე მეტად რა გვაქვს განვითარებული, ნუ აგროტურიზმი დარწმუნებული ვარ, რომ არ გვაქვს იმდენად რაც პოტენციალი გვაქვს, იმდენად ვერ მივყვებით. აი ყველაზე მეტად რა გვაქვს? იმედია აგროტურიზმს არ იტყვით. არა, ალბათ ვერ ვიტყვი აგროტურიზმს და ეხლა ვფიქრობ შეიძლება გამიჭირდეს ესე კონკრეტული რაღაცა მიმართულების გამოყოფა, რომ ამ კუთხით ვართ ძალიან განვითარებულები. ანუ სტაბილურად რაღაც თითქოს ერთნაირად მივყვებით თითქოს ყველას მიმართულებით. აი ეხლა გამიჭირდება რამე კონკრეტული მიმართულების გამოყოფა, რომ ამ კუთხით ვართ განვითარებული გაცილებით, ვიდრე ვთქვათ სხვა კუთხით კონკრეტული პასუხი. თუმცა აი მნიშვნელოვანი იყო აგროტურიზმის მიმართულებით, თუნდაც იგივე კახეთის საკმაოდ ასე ვთქვათ გამოყენება დიდი პოტენციალი აქვს და აი ამის გამოყენება დღეს როგორ მიდის, ან რამდენად ინტერესი მოდის ტურისტებიდან და ჩვენი მხრიდან მიწოდება როგორ არის თქვა იგივე აგროტურიზმზე, იმიტომ რომ დიდი ხანია გვესმის რომ ეს უნდა განვითარდეს და მეტი ასე ვთქვათ პოტენციალი გააჩნია, ვიდრე ამას დღეს იყენებს და მეტი ასე ვთქვათ შემოსავლები მიიღოს ქვეყანამ ტურიზმიდან. კახეთის ბაზარი ჩემი აზრით ალბათ უფრო მიბმულია იმ სეგმენტზე, ვინც ჩამოდის თბილისში და აი აღდგენის კუთხით რო ვუყურებთ, აღმოსავლეთში თბილისი და კახეთი არის, სადაც ტურისტული ვიზიტები ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებელს. ალბათ ის სეგმენტი, ვინც ჩამოდის თბილისში და მერე ინახულობს კახეთს, ამ სეგმენტში ჯერჯერობით ტურისტული ნაკადები ისეთივე ეფექტურად ვერ იზრდება, როგორც ჯამურად ვთქვათ და დღეს დაახლოებით იგივე სურათია კახეთში როგორც თბილისში, მაგრამ მომავალში რა თქმა უნდა ალბათ უფრო თბილისთან მიბმული იქნება კახეთის განვითარება, რა ტურში რომ მოექცეს თუნდაც. ანუ რა ტურისტული ნაკადების ზრდაც იქნება თბილისში, ალბათ ის აისახება მერე კახეთის ტურისტული ნაკადების ზრდაზეც, თუმცა პოტენციალი რა თქმა უნდა არის. კეთილი. კვლავ რეკლამაზე გავდივართ, კვლავ ცირე სარეკლამო ჭრა გვექნება, რეკლამის შემდეგ კვლავ დაბრუნდებით სტუდიაში, უკვე მესამე შემაჯამებელი ბლოკით დაგველოდეთ. პროფესიონალები კომერსანტის ეთერში. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გათბობა გაგრილების სისტემის ყველა წამყვანი ბრენდი და ყველაზე ფართო არჩევანი მოდუსში. ელექტროლუქსი, ბალუ, როიალ თერმო. მოდი მოდუსის ფილიალებში. ან შეიძინე ონლაინ 0322 06 01 01. World Logistics-ი საუკეთესო ფასებითა და პირობებით. იმპორტი ჩინეთიდან. World Logistics-ი საკუთარი მანქანებით იზრუნებს შერეული ტვირთების ტრანსპორტირებაზე ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. 20-25 დღეში. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგმართეთ მეილზე info@worldlog.gr ან დაგვიკავშირდით ნომერზე 511 29 11 11. World Logistics-ი უსაფრთხოება და ვადების ზუსტი დაცვა. თქვენი ბიზნესის მყარი საფუძველი, სივრცე, რომელიც თქვენ გჭირდებათ. მეგალაინის სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი 2025 წლის იანვრიდან გთავაზობთ კომერციულ და საოფისე ფართებს ქალაქის ცენტრში, აგლაძის 15 ნომერში. საზოგადოებრივი და კომერციული ინფრასტრუქტურა, ბიზნესზე მორგებული პირობები, პარტნიორობის შესაძლებლობები, უსაფრთხოება და 24 საათიანი დაცვა. მეგალაინი, თქვენი წარმატების ადგილი. დაგვიკავშირდით ნომერზე 557 357 000. მისამართი: რაფაელ აგლაძის ნომერი 15. რეკლამა რადიო კომერსანტზე. პროფესიული განათლება დასაქმების რეალური გზაა. გაიგე, რომელია ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და მიიღე პროფესიული განათლების შესახებ ყველა კითხვაზე პასუხი რადიო კომერსანტის ეთერში. ყოველ შაბათს 19 საათსა და 10 წუთზე. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაი სიბოშვილთან ერთად.
გაიგე, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს პოლიტიკასა და ეკონომიკაში. მოისმინე ყველა მხარის პოზიცია და ხედვა. დღის შეჯამება კომერსანტის ეთერში. ნანა არჩვაძესთან ერთად. ყოველ სამუშაო დღეს 18-დან 19 საათამდე. კომერსანტი ლაივ. პროფესიონალები რადიო კომერსანტის ეთერში. კვალდაბრუნდით სტუდიაში ჩვენი სტუმარი თათია მამრიკეშვილი, გათილთა კარტის კვლევის დეპარტამენტის სექტორის უფროსი. გავაგრძელოთ თემაზე საუბარი, ასე ვთქვათ, ნიშნულად მიმოვიხილეთ ჩვენ სტატისტიკის ასე ვთქვათ მაჩვენებლები, მიწოდების მიმართულებით ახსენეთ კიდევაც რა პრობლემები, რა საკითხი გაჩნდა, რამდენად პრობლემატური ეს მეორე საკითხია, თუმცა მიმდინარე პერიოდში 2025-ში რას უნდა ველოდეთ იგივე მიწოდების მიმართულებით, რა საკითხების გათვალისწინება მოუწევთ იგივე ტურისტულ კომპანიებს იქნება ეს თუ სასტუმროებს, რა გამოწვევების წინაშე იდგებიან 2025-ში და რა უნდა გაითვალისწინოთ? კი ბატონო, პრინციპში 2024-28 წლების ჭრილში შევხედოთ ცოტა უფრო საშუალებიან პერიოდში რა არის მოსალოდნელი სასტუმრო ოთახების მიწოდების კუთხით თბილისსა და ბათუმზე გავაკეთებ ისევ აქცენტს, იმიტომ ყველაზე აქტუალური და ყველაზე მსხვილი ტურისტული მიმართულება მაინც ეს ორი მიმართულება არის. თბილისში დღეს როგორც ახსენე დაახლოებით 13,000 სასტუმრო ოთახია მიწოდებაში, ასე რომ ვთქვათ და პრინციპში 1.6-ით გაიზარდა 1.6 ჯერ 2019 წლებში და ეს მიწოდების ზრდის ტემპის შენელება კი არის მოსალოდნელი 2024-28 წლებში, მაგრამ ნომინალურად დაახლოებით 4,000 ახალი სასტუმრო ოთახის დამატება მოსალოდნელი თბილისში არსებული პროექტების, რომლებიც აქტიურ ფაზაში არიან, ამ პროექტების გათვალისწინებით. ანუ 4,000 ოთახი არის არსებული მიწოდების დაახლოებით მესამედი, ანუ საბოლოო ჯამში მიწოდების კუთხით კიდევ უფრო მსუყე pipeline-ია ესა რომ ვთქვათ, მიწოდების ნაწილში და ამისთვის მგონია რომ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით არის ტურისტული ნაკადების ზრდა საჭირო იმისთვის რომ დღეს არსებული მაჩვენებლები შენარჩუნდეს თბილისში. აი ბათუმში გარდა სასტუმროებისა მოგეხსენებათ ბათუმის ბაზარი ბოლო პერიოდია ეგრეთ წოდებული აპარტ ოტელების ტიპის მშენებლობის თვალსაზრისით საკმაოდ აქტუალურია და ცალკე რომ შევხედოთ სასტუმროების ნაწილს და ცალკე ვთქვათ მოკლევადიანი გაქირავების აპარტამენტების ნაწილს სასტუმროებში აქაც ზრდა არის მოსალოდნელი როგორც თბილისში და დაახლოებით იგივე სურათია მოსალოდნელი რაც მოხდა 2019-20 წლებში თბილისში, ანუ ძირითადად ბათუმში დაგეგმილი ზრდა მომავალ წლებში არის საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების მიწოდების ზრდის ხარჯზე და ამასთან ჩვენი ხედვით 2024-28 წლებში მოსალოდნელია გაორმაგება მოკლევადიანი ქირის აპარტამენტების ბათუმში. ანუ დღეს რომ ვადარებთ ბათუმი არის უფრო ჯანსაღად გამოიყურება ბათუმში სიტუაცია ვიდრე თბილისში, თუმცა დაგეგმილი მიწოდების ზრდის ფონზე ბათუმში კიდევ უფრო საჭირო იქნება სწრაფი ტურისტული ნაკადები და შემიძლია ვთქვა რომ მასიური ტურიზმი უფრო საჭირო იქნება ბათუმში, იმისთვის რომ დღეს არსებული კარგი სურათი მინიმუმ შენარჩუნდეს საშუალებიან პერსპექტივაში. ხო, აი ეს კითხვა მიჩნდება რომ ერთი თბილისი 1/13-ით გაიზრდება კიდევ რაც ასე ვთქვათ მიწოდების მიმართულებით და ანუ რამდენად კეთდება ამის პროგნოზი რომ რეალურად ისე არ გამოიწვიოს პირიქით კრიზისი არ გამოიწვიოს და ფასების კლება და უფრო ასე ვთქვათ ის შემოსავლები ვერ მიიღონ რაც დაგეგმილი აქვს. ამის გაანალიზება რამდენად ხდება და თქვა თუ იზრდება ეს მიწოდება ტურიზმიდან მიღებულ ასე ვთქვათ ტურისტების შემოსვლის ნაკადების ზრდას დანაირად ვარაუდობენ. ანუ რამდენად აცდენილია თუ უბრალოდ ტენდენციას მიყვებიან როგორც ვთქვათ სამშენებლო ბიზნესი. კი ბატონო, ჩვენ როცა შევხედეთ მიწოდების ნაწილში რა უნდა ველოდოთ, ასევე გავაკეთეთ სცენარული ანალიზი, რომ რა ტურისტული ნაკადების ზრდა იქნებოდა საჭირო იმისთვის, რომ დღეს არსებული დატვირთულობის მაჩვენებლები სასტუმროებში შენარჩუნდეს და ჩვენი შეფასებით მინიმუმ 7.5%-იანი საშუალო წლიური ზრდა არის ტურისტული ნაკადების საჭირო თბილისში. დღეს არსებული დატვირთულობა შენარჩუნდეს და გულისხმობ იმ დაშვებით, რომ საშუალო დარჩენის ხანგრძლივობა რაც დღეს არის დარჩება სტაბილურად
სტაბილური, ნუ ეს თუ გაიზრდება რა თქმა უნდა სხვა რიცხვზე გავალთ, მაგრამ 7.5%-იანი საშუალო წლიური ზრდა არის საკმაოდ სოლიდური. თბილისისთვის ბათუმში, როცა გავაკეთეთ იგივე ანალიზი და ვახსენეთ წელს ცოტა უფრო სწრაფი ტემპით არის საჭირო ტურისტული ნაკადების ზრდა, თქო, საუბარი გვაქვს მინიმუმ 15%-იან საშუალო წლიური ზრდაზე ტურისტების ჭრილში. ანუ რა თქმა უნდა, ამას როცა ვაანალიზებდით, ვიფიქრეთ, რომ ხომ არ იქნებოდა ეგრეთ წოდებული ოვერტურიზმის საფრთხე საშუალოდიან პერიოდში და საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა, რომ დღეს არსებული სურათიდან გამომდინარე, სწრაფი ტემპით არის საჭირო ნაკადების ზრდა იმისთვის, რომ ეს დაგეგმილი პროექტები და დღეს არსებული სასტუმროებმა შეინარჩუნონ მინიმუმ არსებული დატვირთულობა და გააუმჯობესონ და დაუბრუნდნენ პანდემიამდელ მაჩვენებელს. თუმცა იმ მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, ეს იქნება თუნდაც იმ ინვესტორების გადასაწყვეტი, ვისაც დღეს დაგეგმილი აქვს თქვათ სასტუმროების მშენებლობა და მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკის და ასე შემდეგ. თუმცა დღეს არსებული სიტუაცია ჩვენი შეფასებით არის ასეთი. ხო, ანუ უცხოელი და ტურისტების რაოდენობის დის სხვა ასე თქვათ ნაბიჯები თუნდაც ადგილობრივი მიმართულებით არ შეინიშნება. ხო, მთავრობის ასე თქვათ პოლიტიკაზე ვისაუბრეთ, რომ რასაც მიყვებიან, თუმცა ადგილობრივად თქვათ მარკეტინგის გააქტიურების თუ მეტი ტურისტის მოზიდვის მიმართულებით ადგილობრივი ბიზნესები, ტურისტული ასე თქვათ კომპანიები თუ სასტუმროები თუ სერვისები, ვისაც თავაზობ მიმწოდებლები მოკეთ ამ სერვისების, ისინი რამდენად აქტიურობენ და რამდენად აანალიზებენ, რომ მეტი ტურისტი ასე თქვათ მოიზიდონ საქართველოში. თუ კეთდება ეგეთი ანალიზი ამ სიტუაციის გადაწყობაზე ცდილობს თვითონ კერძო სექტორის აქტიურობს, რომ მეტი მოიზიდოს იქნებიან ეს ტურისტული სააგენტოები, ტუროპერატორები თუ თვითონ ცალკეული სასტუმროები, მაგრამ აქ ერთ ფაქტორს გავამახვილებ ყურადღებას, რომ აზიელი ტურისტული, ანუ აზიიდან ტურისტული ნაკადები რადგან სწრაფად იზრდება და მათ შორის ახლო აღმოსავლეთიდანაც. ანუ ამ ბაზრებს ახასიათებთ, აი წეღანაც ვახსენე, რომ ინსპირაციის წყარო ერთ-ერთი მათი მოგზაურობის დროს არის სოციალური მედია, ინსტაგრამი, YouTube და ასე შემდეგ, ინფლუენსერ მარკეტინგი საკმაოდ აქტუალურია მათთვის და ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ეს ცალკეულ ტურისტულ ობიექტებს საშუალებას აძლევს, რომ სოციალური მედია მარკეტინგის გააქტიურებით მეტი რაღაც შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ ანუ ეს შესაძლებლობა აქვთ, რომ ეს დიდ ნაწილზე ჰქონდეთ წვდომა, თუმცა ის გასათვალისწინებელი არის, რომ ჩინეთი და ინდოეთი ცოტა სპეციფიური ბაზრებია, მაგ კუთხით ჩინეთის მაგალითად თავის სოციალურ პლატფორმებს უფრო აქტიურად იყენებს, ვიდრე საერთაშორისო პლატფორმებს, იქნება ის WeChat-ის, C3P თუ ასე შემდეგ და ანუ მაგ კუთხითაც სამშოვარი, თუმცა მგონია, რომ სოციალური მედია მარკეტინგის გააქტიურება შეუძლია ცალკეულ სასტუმროებს თუ ტურისტულ ობიექტებს. ხო, მეტი მოიზნო, კი ბატონო. და ის სერვისების მიმართულებით დღეს რა მდგომარეობა გვაქვს, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაც სპეციალისტებისგან გვესმის ის, რომ არ გვაქვს ის ასე ვთქვათ სერვისები. ძირითადად ეს კეთდებოდა, როცა ევროპელ ტურისტებზე იყო საუბარი, იმ სერვისებს ვერ ვთავაზობთ, რაც თქვათ მოთხოვნა არის, მიწოდება არ არის შესაბამისი სერვისების. დღეს მდგომარეობით როგორ შეიძლება შევაფასოთ სერვისების მდგომარეობა მიწოდების კუთხით, რა მიმართულებით გვაქვს უპირატესობა, სად ასე თქვათ ჩამორჩენა, სად გამოსასწორებელი? სერვისების ნაწილზე როცა ვლაპარაკობთ, პირველი თავში მომდის ხოლმე ან კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა, რასაც სექტორი ასახელებს ხოლმე ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გამოწვევად და ეს ალბათ უფრო კერძო სექტორის მხრიდან უფრო სწორი იქნებოდა ამის ანალიტიკა, მაგრამ მე რაც მქონია კომუნიკაცია კერძო სექტორთან, კვალიფიციური მუშახელის არსებობა, არ არსებობა უბრალოდ დეფიციტი არის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ხშირად ახსენებენ ხოლმე სპეციალიზირებული სასწავლებლების არსებობის მნიშვნელობას, რომლებიც არამხოლოდ თეორიულ ცოდნას მისცემენ პროფესიონალებს, ვინც თქვათ მომავალში იმუშავებენ სასტუმრო ინდუსტრიაში, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებასაც მისცემენ ხოლმე და სერვისების ნაწილში ზოგადად ალბათ პირველი ეს კადრების პრობლემა იქნებოდა და ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საჭიროებაც იქნება საავიაციო საგზაო თუ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, რომ ის სერვისი, რასაც ელოდება ის მომხმარებელი, მის ჯამების ხო, ზამთრის ტურიზმზე იყო ეს პრობლემები, ზუსტად ზამთრის კურორტებზე, რომ ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, ინფრასტრუქტურული მდგომარეობა ვერ მიყვებოდა, ხშირ შემთხვევაში, ну, რაღაც, ასე ვთქვათ, დაუგეგმავი ამბებიც ხდებოდა ისე, რომ, ასე ვთქვათ, ვერ აწვდნენ შესაბამის სერვისს და ამ მიმართულებით, აი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზამთრის და ზაფხულის, ასე ვთქვათ, ტურისტული
ადგილები უფრო მეტად არის განვითარებული, თქვა ზამთრის ტურისტული ობიექტები რამდენად პასუხობენ გამოწვევებს და ზაფხულის ტურისტული, ასე ვთქვათ, ობიექტები. მე რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ანუ ეს ტურიზმის განვითარება ხო არის რაღაც ხანგრძლივი პროცესი არის, თუნდაც ამ ინფრასტრუქტურის განვითარებაც ხანგრძლივი პროცესი არის. ანუ ამაზე ზრუნავს სახელმწიფო, თუმცა ეს ერთ და ორ სამ დღეში აღმოფხვრადი პრობლემა არ არის. ამიტომ მგონია, რომ რაღაცა სტაბილურად მიუყვებით იმ გამოწვევებს, რაც არსებობს, ამ გამოწვევების გადალახვის მექანიზმებს სტაბილურად იმუშავებს ქვეყანა და მგონია, რომ ნელ-ნელა აღმოიფხვრება. მთავარია, რომ კერძო და საჯარო სექტორის შორის არსებული თანამშრომლობა შენარჩუნდეს, გაუმჯობესდეს, გამოწვევებზე ხშირად ისაუბრონ და ამას მოერგონ შესაბამისად. ყოველ შემთხვევაში, რასაც ვხედავ, რაღაც სტაბილური გზებით ხდება არსებული პრობლემების აღმოფხვრა და კეთილი და კეთიც ბოლოსკენ რომ ასე თქვათ, ტურიზმში, ანუ კლასტერული ტურიზმი რამდენად არის, იმიტომ რომ განვითარებული, ჯაჭურად არის გადაბმული ერთმანეთზე სხვა ასე თქვათ, დარგები და ჩვენთან რამდენად არის გადაბმული მარტო ტურისტი შემოვიდა და წავიდა ხომ არა ის სხვა სერვისი უნდა მიიღოს, ის სასტუმრო იქნება, რესტორანი იქნება, კულტურული რაღაც მემკვიდრეობის ძეგლების დათვალიერება და ასე შემდეგ. ეს კლასტერულად რამდენად არის დაკავშირებული და იგივე თუნდაც რაც თქვენ ბრძანეთ, რომ კახეთი მიბმული შეიძლება გახდეს თბილისთან, თბილისში ჩამოსული ტურისტებისთვის სერვისი რამდენად არსებობს, რომ სამ სერვისში შედიოდეს, თქვათ, კახეთში წასვლა, კახეთის ტური და იქაური თქვათ მიმართულებების განვითარება. ეს რამდენად გვაქვს ასე თქვათ ათვისებული ქვეყანაში? იცით, ტურიზმი არის მოკლედ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ინკლუზიური სექტორი, რომელშიც ანუ ის სარგებელი, რასაც იღებს ქვეყანა, მაქსიმალურად ნაწილდება ხოლმე სხვადასხვა ტურიზმის სექტორში ჩაბმულ ობიექტებზე თუ პირებზე თუ ასე შემდეგ. აქაც ალბათ სეგმენტურად უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ მაგალითად ევროპელი ტურისტი რო შემოდის ქვეყანაში, ის მაქსიმალურად, რადგან ყველაფრით ინტერესდება, მაქსიმალურად ნაწილდება ის სარგებელი, რასაც ისტოვებს ქვეყანაში. მაგალითად ახლო აღმოსავლეთიდან როცა ისრაელი შემოდის ქვეყანაში დიდწილად ალბათ უფრო მისი მიზნებიდან გამომდინარე რაღაც სასტუმროზე, აზარტულ თამაშებზე კონცენტრირებოდა, შეიძლება საერთოდ არ მიდიოდეს თქვათ თუნდაც გასტრონომიის, თუნდაც ღვინის თუ ღვინოზე ალბათ აქცენტის გაკეთება ამ სეგმენტზე არ არის, თუმცა აქაც ალბათ სეგმენტურად უნდა შევხედოთ ყველგან რაღაცა სხვადასხვა სურათი ჩანს და პრინციპში ყველაზე ინკლუზიურობის თვალსაზრისით ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი სეგმენტი ალბათ ევროპელი ტურისტი არის დღეს ქვეყნისთვის. ანუ ჩვენთვისაც მიმზიდველი უფრო ევროპელი ტურისტია, რომელიც უფრო მრავალფეროვანია და მაღალმხარჯელუნარიანიც. ჩვენთვის მიმზიდველი არის ყველა ის სეგმენტი, ვინც შემოდის ქვეყანაში და ხარჯავს საბოლოო ჯამში ბევრს, მათ შორის ევროპელიც, მათ შორის ჩინეთის და ინდოეთშიც საკმაოდ მაღალმხარჯველია. ჩინეთი გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხარჯველი არის, თუმცა ის სეგმენტი, ვინც შემოდის ქვეყანაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნაკლებს ხარჯავს თითქმის ორჯერ ვიდრე გლობალურად და ყველა ის სეგმენტი არის მნიშვნელოვანი, ვინც შემოდის, ბევრს ხარჯავს ქვეყანაში და ეს მისი ბევრი დახარჯული მაქსიმალურად ნაწილდება ბევრ ჩართულ მხარეზე სექტორში. ხო, ანუ იმას გულისხმობთ, თქვათ, აზიდან შემოსულებს, ასე თქვათ, უფრო მეტი მათვის მოთხოვნა, უფრო მეტად კმაყოფილდება. იგივე თქვათ, სათამაშო ბიზნესი, რაც თქვით, თუ რაღაც უძრავი ქონების ინვესტირებაზე, უფრო მეტად მოთხოვნა, უფრო მეტად, ასე თქვათ, ჩამოყალიბებული ერთი კონკრეტული მიზანი აქვს, რომელიც დაკმაყოფილება შეგვიძლია და ამ შემთხვევაში ევროპელი რო ჩავდის, უფრო მრავალფეროვანი სერვისი უნდა მივაწოდოთ. რაც ესე დიფერენცირებას ვხედავ აქედან გამომდინარე. ეს რამდენად შეიძლება ხო ასე შეგუგან ვავრცობთ იმას, რაც ისრაელის ბაზარზე იყო ამ შემთხვევაში საუბარი, ზოგადად ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობა მხოლოდ ევროპელისთვის არა, რა თქმა უნდა, ყველა აზიელი ტურისტთვისაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ალბათ უფრო ხო ევროპელი ტურისტის ჭრილში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ ეროვნულ შეფასებებს არ ვაკეთებ, უბრალოდ მიმართულებებზე ვსაუბრობთ. კეთილი.
დიდი მადლობა მობრძანებისთვის, საინტერესო ანალიზისთვის, ბევრი სტატისტიკა გავიგეთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობდით საქართველოს ტურიზმის სტატისტიკაზე, დღევანდელ რეალობაზე და გამოწვევებზე. ჩვენი სტუმარი გახდათ თათია მამრიკიშვილი, კალთეთა ქართლის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი. მე გახდით ამ გადაცემის წამყვანი ირაკლი მაკალათია. მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. პროფესიონალები რადიო კომერსანტის ეთერში.